მოგესალმებით ჩვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო თუ რადიო მსმენელებო სტუდია ნომერი 8 კვლავ პირდაპირ ეთერშია და ეთერში სასაუბროთ მოვიწვიეთ ბატონი დავით არხანმოურავი და გადაცემას წარუძღვები მე ირმა ცხორაგაული. მოგესალმებით ბატონ დავით, მადლობა მოგზანებისთვის. მოკლედ არ შეიძლება რომ ჩვენ ამ თემით არ დავიწყოთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, რატომ? იმიტომ რომ ეს ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ზოგადად ქვეყნის განათლებას. ამიტომ უნდა ვისაუბროთ აუცილებლად ქვეყანაში მიმდინარე ეგრეთ წოდებულ საგანმანათლებლო რეფორმებზე. მოკლედ მე ახალს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ მე ცოტა სხვა კუთხით და სხვა ასპექტით შევხედავ კიდევ ამ საკითხებს და მაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. მოკლედ ბატონმა მიქანაძემ განაცხადა, რომ განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ანუ სიღრმისეულ ანალიზს, ეს იყო ძალიან სიღრმისეულად გაანალიზებული უკვე და შემდგომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. და რაც თავარია, რექტორებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ რექტორებთან არანაირი შეთანხმებები არ ყოფილა, აგერ გპ-ის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გვეუბნება პირდაპირ, რომ მეც წინა დღესით შევიტყვეო. მაგრამ ნახეთ, რას ამბობს ახლა ყველაზე მთავარი ბატონი მინისტრი, რომ ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანუ შეერთების შერწყმის შედეგად დაეხმება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. ბატონ დავით, აუცილებელი იყო გპ-ის ასე ვთქვათ გაუქმება შერწყმა ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან, რომ ეს რეიტინგი ამაღლებულიყო და რეგიონში განათლების წამყვანი ცენტრი გამხდარიყო. ანუ ეს უშლიდა ხელს, რომ აქამდე არ იყო ჯავახიშვილის უნივერსიტეტი. რა შეასაქმე, ნახე, ძალიან საინტერესო რა არის, პირველი სამი წინადადება, სიღრმისეული ანალიზი, საერთაშორისო პრაქტიკა და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესები. პირველი შეკითხვა, მეორეთი დავიწყოთ, რა საერთაშორისო პრაქტიკა? დიახ. რა საერთაშორისო მსოფლიოში არსებობს თითქმის 50,000 უმაღლესი სასწავლებელი. ჩვენ ვიცით ბევრი შემთხვევები, რომ უმაღლესი სასწავლებლები ერთმანეთთან გაერთიანდა? რა საერთაშორისო პრაქტიკა იცი რას ნიშნავს? როცა ასობით და ათასობით შემთხვევაა, როდესაც ერთიანდებოდნენ ერთმანეთთან უმაღლესი სასწავლებლები და ეს ათასობით შემთხვევა შეისწავლეს და არ არის ესეთი შემთხვევები არის ერთეული. არც 1000-ია, არც ასეული შემთხვევებია, მეც გეტყვით, ჩემი აზრით ათეული შემთხვევებიც არაა. ნუ შეიძლება 10 იყოს, არ ვიცი. ამიტომ რომელი საერთაშორისო პრაქტიკა ეს წინადადება უკვე ტყუილია. რა თქმა უნდა. ეს პირველი რომ ეს წინადადება არის ტყუილი. სიღრმისეული ანალიზი? ახლა მეორე. რა სიღრმისეული ანალიზია? გვანახონ ეს ანალიზი, ეს ერთ-ერთ გადაცემაში თქვი. გვაჩვენონ ჩვენ ეს ანალიზი თუ შეიძლება. საზოგადოებას გაასაჯაროონ ეს ანალიზი. რომ ჩვენ დავინახოთ ამ ანალიზის შედეგები. ბატონ დავით, გავეცნოთ ამ ანალიზის შედეგებს. ეგება ჩვენ არ ვეთანხმებით, კრიტიკული შენიშვნები გვაქვს. აი ძალიან ვთხოვ, მიმართავ ბატონ მიქანაძეს. სიღრმისეული ანალიზის შედეგები გამოაქვეყნონ, გაგვაცნონ და ჩვენ მერე გავაანალიზებთ მათ სიღრმისეულ ანალიზს. ბატონ დავით, თქვენ კი არა, თვითონ პროფესორ მასწავლებლებმა, ვინც უშუალოდ ამ ორ უნივერსიტეტში მუშაობს, მათ ერთი დოკუმენტი არ უკავიათ ხელში. სიღრმისეული კი არა, ზედაპირული ანალიზიც კი არ უკავიათ ხელში. ეს კარი მოხურეთ თუ შეიძლება რა. საერთოდ არანაირი დოკუმენტაცია არ გააჩნია და უფრო მეტიც საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ სულ რამოდენიმე განცხადება რომ გაკეთდა, აი ბევრმა სწორედ მაშინ შეიტყოდა. ბატონი მიქანაძე ამ სიღრმისეულ ანალიზში იმასაც გულისხმობს, რომ მას ჰქონდა ფართო კონსულტაციები რექტორებთან და რექტორებს კიდევ სამეცნიერო საბჭოებთან. თუ ფართო კონსულტაციები ჰქონდა მაშინ, უყურეთ რა შეასაქმე. არ ჰქონდა. ორი კვირით ადრე არა, იგურეთ, ხო ამბობს რომ ქონდა. აი მე ესეთ კითხვას ვარ, ორი კვირით ადრე გპ-ი 104 წელი იზეიმა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. 104 წელი, თუმცა ჩემი აზრით 109 წლისა. იქ ბრძანდებოდა ბატონი მიქანაძე, აქო და ადიდა ტექნიკური უნივერსიტეტი და ერთი სიტყვაც კი არ უთქვავს იმის თაობაზე, რომ
რაიმე ვინმესთან ქონდა კონსულტაციები და აპირებენ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერთებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ეს ხდება 2 კვირით ადრე დაახლოებით. თუ კონსულტაციები ქონდათ, ხარ იყო ეს 3 დღიანი კონსულტაციები, ეს ხო რთული პროცესი, ერთი თვე მაინც ხო ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. ერთი თვის განმავლობაში ეს ხო იცოდნენ უკვე იქ რომ იბრძანდა და 104 წელს ულოცავდა, ის მაინც ხო უნდა ეთქვა, რომ აი ჩვენ რატომ არ ათქვა? იმიტომ რომ არ იყო ეს ყველაფერი. ბატონო დავით, უფრო მეც გეტყვით, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პირდაპირ ამბობს იმას, რომ მეც წინა დღისით გავიგეო, ჯერ მინისტრთან შეხვედრა მას არ ქონია, იმიტომ რომ ბატონი მინისტრი განცხადება გააკეთა და მაშინ საზღვარგარეთ მე მგონი ტაშკენტშია წასული, არ ბრძანდება ადგილზე. საზღვარგარეთ ესენი მარტო დადიან ყოფილ საბჭოთა ან აზიურ რესპუბლიკებში ან არაბულ სამყაროში ან ირანში ან ყაზახეთში წავიდოდა ან ტაჯიკეთში სხვაგანსაც წავიდოდა და ადგილზე არ ბრძანდებაო, მე გავივლიო კონსულტაციებს ვეხლაო ჩემს აკადემიურ საბჭოსთანო სტუდენტებთან მექნება შეხვედრაო ყველა ლექტორთანო, მაგრამ მე გადადგომას არ ვაპირებო. მე ვარ იქ, სადაც არის ჩემი ხალხი, ამიტომ ვიდგები იქ. თუმცა მიქანაძემ პასუხი გაცა უკვე დაუსწრებლა და თქვა, რაც არ უნდა წინააღმდეგობა იყოსო, ახლა ჩვენ ხედავთ ეს საპროტესტო აქციებია, როგორი წინააღმდეგობებიც არ უნდა იყოსო, ეს უკვე გადაწყვეტილიაო. აქ საპროტესტო აქციებზე არაა საუბარი. თუ არ ვწდები მე ჯამში ტექნიკურ უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ ვიცი, ალბათ 8-9000 თანამშრომელი უნდა იყოს. ამაში ვგულისხმობ მე პედაგოგებსაც და მაგალითად არა აქ დაცვის სამსახურის წევრებსაც და დამლაგებლებსაც. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის და ჩვენ ვიწყებთ ზუსტად ახლა ესეთ მოძრაობას. ჩვენ გვინდა ავკრიფოთ ხელმოწერები ამ 9000 ადამიანის. თანახმარიან ისინი თუ არ არიან? ანუ პირველ რიგში უნდა კითხონ კოლექტივს, რომელიც იქ მუშაობს, ორივე ინსტიტუტში. და უნდა შევაგროვოთ ეს ხელმოწერები, პირდაპირ ვაკეთებ ასეთ განცხადებას, ჩვენ ვიწყებთ შეგროვებას ორივე უნივერსიტეტში ხელმოწერების თანამშრომლების და თანახმარიან თუ არა. ეს ერთი. ყველაზე ცივილიზებული და სწორი გზა ეს არის. ჩვენ დავაფუძნეთ მოძრაობა ტექნიკური უნივერსიტეტის და TSO-ს გადასარჩენად, მაგრამ ამ მოძრაობის პირველ რიგში ეს არის მთავარი ფუნქცია. ეს ერთი. ანუ გუშინ მე ვაჟა ოთარაშვილი იყო, მანა ნიკოლაიშვილი, ოთარშვილი, ბევრი ხალხია, 50 კაცია, ჩვენ დავაფუძნეთ მოძრაობა ტექნიკური უნივერსიტეტის გადასარჩენად, რომელიც ასევე თბილისის უნივერსიტეტის გადარჩენასაც ემსახურება. ამ მოძრაობას მიზნადა აქ ეხლა რომ ორივე უნივერსიტეტში ყველა თანამშრომლის ხელმოწერა აიღოს, ყველასი პედაგოგი იქნება ის თუ დაცვის წევრი იქნება ის თუ ტექნიკური პერსონალი იქნება, თანახმარიან თუ წინააღმდეგი არიან ასეთი გაერთიანების ისინი და აი ეს სწრაფად უნდა შევაგროვოთ ეს ხელმოწერები და ნახოთ რა იქნება. მეორე საკითხი ხელისუფლება რას იზამს? ხელისუფლება საერთოდ ეხლა ყველა სფეროში ყველგან ყველასთან ომშია. ნებისმიერ ყობახიძის თავრობა შეიჭრა ყველა სფეროში და ყველასთან ომი გამოაცხადა. საერთოდ ყობახიძეს ახასიათებს ეს. მან გადაამტერა საქართველოს მთელს სოფლიოს. მან ქვეყნის შიგნით აბსოლუტურად ყველა მტრად აქცია. ეხლა შეიჭრა განათლების სფეროში და იქ უნდა გადაიმტეროს ყველა და ეს კაცი მტრობის მეც არაფერს არ თესავს. ეს ბუნებაა ეთყობა ადამიანს ესეთი. და არაფერი სიკეთე ამას არ მოყვება. ეს ახლა ჩვენ ცოტა სხვა საკითხზე გადავდივართ, მაგრამ ჯამურად ესა ჯერ მოდი განათლება მოვილიოთ და მე ვისაუბროთ იმაზე, რას აკეთებენ ესენი, თორე ახლა ზაზა შათერიშვილი საერთოდ მე მგონი უკვე მომსახურების ზოინდან გავიდა რაღაც წერილებს ერთ რამზე, რომელიც უბრალოდ სრული ბოდვაა უკვე რა. ომის პარტიის ლიდერია. რომ ვიცნობ ზაზას კარგად და პატივცემდა კარგი კაცია, მაგრამ ახლა ბოდვაა უკვე რასაც ეს წერს. გუში რაც ვიხილეთ ჩვენ რაღაც მასკარადს დგავენ, როდესაც თავისივე საკუთარი ქვედანაყოფები გირჩი იქნება ეს თუ ხალხის ხმა იქნება თუ ხალხის ძალა არ მახსოვს. ხალხის ძალა. თუ კიდე რაღაცა და ერთმანეთში რაღაც პაპუაშვილი დაბრძანდა ბატონი პაპუაშვილი რაღაც მასკარადია უბრალოდ. და აი ამა თუ გონიათ რომ საზოგადოებას კი არ მოწონს ეს, საზოგადოებაში ეს გაბრაზების მეც არაფერს არ იწევს. იცით რა შეასაქმე? განათლების რეფორმის არსი არის განათლების დონის, ცოდნის დონის ამაღლება და არა რომელიმე სკოლების დაახურვა ერთმანეთთან შერწყმა ან უმაღლესი სასწავლებლების მიერთება ერთმანეთთან. ეს არ არის რეფორმის არსი.
რეფორმის მიზანია ცოდნის დონის ამაღლება. რატომ არის საჭირო 12 კლასი? იმიტომ არის საჭირო 12 კლასი, რომ დღეს მსოფლიო შეიცვალა. ჩვენ შევედით პოსტინდუსტრიულ ეპოქაში, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში. აი, აგერ არის მობილური ტელეფონი. ჩვენ არ ვასწავლით ბავშვებს და უნდა ვასწავლოთ. აი, დღეს არის მობილურ ტელეფონზე პროგრამა, დღეს არის 2026 წლის 3 თებერვალი. ეს არის იმ კალენდრით, რომელიც დღეს მოქმედებს და ეს არის გრიგორიანულ კალენდარს უწოდებთ, მაგრამ იულიუსის კალენდრით რა რიცხვია, ანუ მართლმადიდებლური კალენდრით რა რიცხვია? 2026 წლის 21 იანვარია. 13 დღით. და არის სამშაბათი. ახლა შეხედეთ, ჩვენ რო ავიღოთ ებრაული კალენდარი. ებრაული კალენდრით არის 5786 წელი. 5786 წელი, თვეს ქვია შვათ. და ეს არის წელი, უბრალო წელი, არანაკიანი, რომელშიც 354 დღეა, იმიტომ რომ ებრაული კალენდარი მზედა მთვარის კალენდარია, პრინციპში ახლა მზის კალენდრის ელემენტები აქვს შერეული. ისლამური კალენდრით არის 1457 წელი. თვეს ქვია შააბან, მე-15 რიცხვია. რიცხვი არის 15. ებრაული კალენდრით სხვა შორის 16-ია რიცხვი. ინდური კალენდრით არის 1957 წელი. თვეს ქვია მაგხა, დღეა 14 რიცხვია. სპარსული კალენდრით ხო უყვართ ამათ ირანი ძალიან არის 1404 წელი. თვე არის ბახმან, რიცხვია 15. მაიას კალენდარი, აქ ლაპარაკია ამერიკელ ინდიელებზე. მაიას კალენდრით, ძალიან რთულია აქა. აქ არის მეათე ფაში, ამის გაგება არ არის ახლა მარტივი მაყურებლისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამათ არა აქვთ უბრალოდ წლები, აქ არის მონაცემები, ბაქტუნი არის 13, ესე ცნებაა, ტუნი არის ასევე 13, უინალი არის 5, ეს არის მახასიათებლები, რომლითაც თარიღი გამოითვლება, ცოტა რთული კალენდარია ეს. არსებობს ასევე კოპტური კალენდრით 1752 წელია, თვე არის თიბი, დღე არის 2 რიცხვია. ხედავთ, ერთი ტელეფონი ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ იცის ახლა ვასწავლით ჩვენ მოწაფეებს ამის გამოყენებას. ახლა მეორე მაგალითი, მობილურ ტელეფონზე არის პროგრამა, აი რომელსაც ახლა მე სპეციალურად წინასწარ მოვამზადე, ჩავთავ ამ პროგრამას და აი აქედან კარამდე არის 4 მეტრი და 83 სანტიმეტრი. გადაიზამო. ახლა ასევე ყველა ბევრი ხმარობს მობილურ ტელეფონში არის პროგრამა, აი ავკრიფე ახლა აქ ვთქვათ ბათუმი. და ვეკითხები, მაინტერესებს ბათუმამდე. ბათუმამდე არის 354 კილომეტრი, აი იქიდან სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და 4 საათი და 52 წუთია დრო საჭირო. ჩვენ შეგვიძლია ახლა მივცეთ გზა და მარშრუტს გვაჩვენებს, მაგრამ მეორე მხარეა, აი იგივე ეს პროგრამა, რომელიც აყენია ყველა ტელეფონზე, გინდა Apple იყოს, გინდა Android იყოს. რომელიც გვაძლევს მარშრუტს, ყველა ტაქსისტი იყენებს, ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს, აგერ ვაჟა-ფშაველაზე მიდიან, გვიჩვენებს საცობები სად არის, ან დაუშვათ ისანში მივდივართ საცობები სად არის, მაგრამ იგივე ეს პროგრამა, რომ გითვალთვალებთ, იცით თქვენ. აი ხა თქვენი ტელეფონი მათხოვეთ ერთი წამი, განბლოკეთ და მათხოვეთ და მე თქვენ ახლა შეიძლება გაგაოცოთ. და ეს ეხება ყველას. დაბრძანდეთ, აი ნახეთ. ეხლა მე თქვენივე ტელეფონის მეშვეობით გაჩვენებთ ერთი წამი ტყუილ არ ხარჯავთ ეხლა მაყურებლის დროს აი ნახეთ 1 თებერვალს თქვენ დღის 2 საათსა და 7 წუთზე იყავით აი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რო საბვეია ვიყავი. აი რაშია საქმე. ეხლა ჩვენ ამას მადლობელი ვარ. ჩვენ ამას ვასწავლით მოწაფეებს ბატონო დავით. ტელეფონი რომელსაც აქვს პროგრამა, რომელიც მუშაობს რუკასთან, თუ თქვენ იქ არ გამორთავთ, ხელით არ გამორთავთ ჩაწერის რეჟიმს, ეს ტელეფონი სადაც არ უნდა იაროთ,
ყველა ის ადგილი, რომელიც მის ბაზაშია შეყვანილი, Subway იქნება, McDonald's იქნება, სხვადასხვა რესტორნები იქნება, აფიქსირებს აქ რომ იყავით და ინახავს ამას წლების მანძილზე. ახლა კიდე თუ მოთხოვებთ ამ ტელეფონს დღეს არ გვინდა ამ გადაცემისთვის, მე შემიძლია 2 წლის წინ სად იყავით ის განახოთ. ანუ თქვენი ტელეფონი იწერს ყველა თქვენს მოძრაობას. ყველა იმ ყველა იმ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნავ ადგილს, სადაც თქვენ ბრძანდებოდეთ. ეს იცის ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა სკოლის მოწაფეებმა, ანუ ჩვენ შევედით სხვა ეპოქაში. მობილური ტელეფონით უამრავი რამის გაკეთება შეიძლება, უამრავი რამის, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი შეიძლება და ამას ცალკე სკოლაში საგნად უნდა ვასწავლიდეთ. სკოლაში უამრავი საგანი უნდა იყოს, რომელიც კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ემსახურება, ამიტომ გჭირდება 12 კლასი. ახლა აქ რა არის? ამათ არ ყავთ ეს პედაგოგები, არ ზრუნავენ ამაზე, ამიტომ უნდათ რომ 11 კლასი, 10 კლასი, ის კი არა რომ ცოდნის დონის სასამაღლებლად მოვიყვანოთ პროფესორ მასწავლებლები და ვასწავლოთ ბავშვებს სკოლაში უკვე ეს ყველაფერი ახალი ტექნოლოგიები არა. პირიქით, ესენი აკეთებენ შემცირებას. ახლა მეორე. ამდენი ფიზიკოსი რა გვინდა? სუმიდის საუბარი, რა გვინდა მათემატიკა, ფიზიკა. იმისათვის რომ ადამიანმა შუმერულ დამწერლობასთან იმუშაოს, იმისთვის რომ ადამიანმა აქადურ დამწერლობასთან იმუშაოს, მას სჭირდება მათემატიკური აზროვნება. კი ბატონო. ფიზიკა და მათემატიკა ეს აზროვნება დღეს არავის არ შეაკეჭვი იმაში, რომ მაგალითად უნარჩვევები საჭიროა. და ბავშვებს ვასწავლით უნარჩვევებს, მაგრამ ჩვენ ვიცით რა არის ეს უნარჩვევები? ეს არის მათემატიკური ლოგიკის და დისკრეტული მათემატიკის საფუძვლები. ეს ოფიციალური საგანია დისკრეტული მათემატიკა, რომლიდანაც მოვიდა შეიქმნა უნარჩვევები. რატო? იმიტომ რომ მიხვდა კაცობრიობა და მიხვდა პროფესორ მასწავლებლების შემადგენლობა მსოფლიოში, რომ ბავშვს ჭირდება ლოგიკური აზროვნება, მან აუცილებლად უნდა იცოდეს დისკრეტული აზროვნების უნარი უნდა ქონდეს და ამას დაერქვა უნარჩვევები. ზუსტად ასევე იმისთვის რომ ლინგვისტმა აი გააზრებულად ლაპარაკობ ამას იეროგლიფებთან იმუშაოს, გნებავთ ეგვიპტურთან და გნებავთ ჩინურთან და გნებავთ იაპონურთან, ან შუმერულ აქადურ დამწერლობასთან იმუშაოს, მას სჭირდება აუცილებლად ცოდნა, მას უნდა ქონდეს რეკურსიული აზროვნების უნარი და ეს არის ჩერჩის მათემატიკა. მას უნდა ქონდეს ეგრეთ წოდებული ჯაჭვური აზროვნების უნარი და ეს არის მარკოვის ჯაჭვები. გესმით, ჩვენ ვართ 21 საუკუნეში, სულ სხვა რამეს ვამბობ ჩვენ. ჩვენ შევედით 21 საუკუნეში და ლინგვისტი იქნება ადამიანი, თუ ისტორიკოსი იქნება ადამიანი, ის უნდა აუცილებლად არა მარტო გაცნობილი იყოს, უნდა ფლობდეს მათემატიკური აზროვნების, სხვადასხვა აზროვნების, რეკურსიული აზროვნების, ჯაჭვური აზროვნების, კლასიკური აზროვნების, რეზოლუციის მეთოდს, ამ მეთოდოლოგიებში უნდა ერკვეოდეს ზოგად დონეზე მაინც. რატომ უნდა იცოდეს ქიმია ადამიანმა? იმიტომ უნდა იცოდეს, რომ დღეს სხვა საუკუნეა და ადამიანის დნმ ჩვენთვის უკვე აღარ არის უბრალოდ სიტყვები. ჩვენ ვიცით, რომ დნმ ეს არის მოლეკულათა ერთობა. ჩვენ ვიცით, რომ 3 მილიარდ 200 მილიონი მოლეკულა დაავადებები ჩდება, მათ შორის დაავადებები, რომლებსაც ხელოვნურად ქმნიან და აუცილებელია, რომ ქიმიაზე წარმოდგენა გქონდეს. ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა დღეს არ არის მოწყვეტილი საგნები. ამაზე წარმოდგენა უნდა გქონდეს ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, ფილოლოგია, ისტორიკოსი, ამიტომ ვამბობ ჩვენ, რომ გარდა იმისა, რომ სკოლაში 12 წლიანი უნდა იყოს სწავლება, აუცილებლად საყოველთაოდ და სავალდებულოდ მერე უნივერსიტეტში 3 წელიწადი ზოგადი უმაღლესი განათლების კურსი 3 წლიანი ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს. მან უნდა იმ ზოგადი კურსის ფარგლებში მათემატიკური აზროვნებაც ისწავლოს, ფიზიკური ხედვაც სამყაროსი, ქიმიაც ზოგად დონეზე ეს საგნები საკმაოდ ღრმად უნდა ისწავლოს, იმიტომ რომ საკმაოდ სიღრმისეულად უნდა შეისწავლოს. სხვა საუკუნეში ვცხოვრობთ. დღეს ჩვენ თლიანად მოწყვეტილი ვართ სოფლიოს. მოწინავე ქვეყნებში დღეს ახალი იდეოლოგიაა. მოწინავე ქვეყნები ქმნიან საზოგადოებას, რომელშიც ადამიანს უნდა შეუქმნათ პირობა პირველი, რომ თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს და მეორე, ვასწავლოთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. აი ეს უნარი აღზარდოთ მასში. და ჩვენ რა სახელმწიფოში ცხოვრობთ? მიგდებულ სახელმწიფოში მიდი და შენი თუ რამე შეგიძლია, არავინ არ გასწავლის შენი საკუთარი უნარის გამოყენებას. არც პირობას არავინ არ გიქმნის. პირიქით, სულ სხვა სახელმწიფო შენდება აქ.
ფეოდალური სახელმწიფო ერთი ფენა დათვლილი აქვს ესენი თავის შვილებით, ბიძაშვილ, მამიდაშვილებით და მეგობრებით რამდენი არიან? ერთი 50,000 კაცი არიან ესენი, ამათ უნდა კონდეთ განათლებაც, ცოდნაც, ფულიც ამათი, ბანკიც ამათი, ბიზნესიც ამათი, მანქანა ამათი, სახლი ამათი, ყველაფერი ამათი. დანარჩენი ყმა გლეხები, ნარკომანები, უცოდინრები, მიგდებულები და აი ეს ველური კაპიტალიზმის პირობები. აი ამას ქმნიან ესენი, როცა მსოფლიო უკვე გაექცა ამას ყველაფერს. კაპიტალისტურ ქვეყნებში დღეს უფრო მეტი სოციალური დახმარებაა, ვიდრე საბჭოთა კავშირში იყო. ბატონ დავით, თქვენ ახლა ახალ ტექნოლოგიებზე საუბრობდით და აუცილებელ პირობებზე, რომ ქვეყანა განვითარდეს და ზოგადად კაცობრიობა განვითარდეს და უფრო წინ წავიდეს. ეხლა მე გისვათ ასეთ კითხვას, სწორედაც აი ამ განვითარებას ჩვენ გვერდს ავუვლით ტექნიკური უნივერსიტეტის ასე ვთქვათ გაუქმებით თუ მარტო დუბლირებული ფაკულტეტების დიახ. ნახე რა შეა ცოდნის როგორ ხდება ცოდნის ამაღლება. დიახ. ავიღო ჟურნალისტიკა, აი ახლა ჩვენ სტუდიაში ვართ. სტუდენტმა ჟურნალისტიკის საფუძვლები და ჟურნალისტიკა ზოგადად ტექნოლოგია, მეთოდოლოგია უნდა ისწავლოს ინსტიტუტში, მაგრამ ამავდროულად ის უნდა მოვიდეს სხვადასხვა ტელეკომპანიებში, ობიექტივი იქნება ეს, იმედი იქნება თუ პირველი არხი და პარალელურად სწავლისა სტაჟირებას ეძახიან. სტაჟირება კი არაა სინამდვილეში, ჩართული უნდა იყოს რეალურ მუშაობაში. როცა ის ჩართულია რეალურ მუშაობაში, ის იმ ცოდნას რაც იგრებულობს და პრაქტიკა ერთად ჯამში მართლა ცოდნას იძენს. აი ეს არის ცოდნა. ცოდნა არის რეალურ სამუშაოში ჩართვა. ის კი არაა ცოდნა რომ შევამციროთ, მივაერთოთ. ეხლა წარმოიდგინებთ, თქვა ჩვენ ქვეყანას ჭირდება 200 ჟურნალისტი. ეს 200 ჟურნალისტი ერთ ფაკულტეტზე იქნება თუ 5 ინსტიტუტში იქნება განაწილებული, რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია რომ 200-ვე ცოდნა მიიღოს და მთავარია რომ ისინი სხვადასხვა ტელევიზიებში და რადიოებში და გაზეთებში პრაქტიკას გადიოდნენ. მეტიც უკეთესია, როცა სხვადასხვა სპეციალობებზე, სხვადასხვა ფაკულტეტებზე, სხვადასხვა ინსტიტუტებში არიან, იმიტომ რომ ყოველი ინსტიტუტი ქმნის თავის ტრადიციას, თავის მეთოდოლოგიას და შემდეგ ხდება აზრთა მიმოცვლა. ამისთვის ტარდებოდა ოლიმპიადები ადრე, რომ სტუდენტებს შორის აზრთა მიმოცვლა ხდებოდა და ეხლა გადაიტანა ეს ყველაფერი ციფრულ ტექნოლოგიებზე. კონკურენცია. პირიქით, მე გუშინაც ვისაუბრე ამაზე. პირიქით დღეს ხელოვნური ინტელექტი ამ პროგრამების შექმნაში უნდა მონაწილეობდნენ სტუდენტები და სხვადასხვა მეთოდოლოგია უნდა იყოს, სხვა მეთოდოლოგია უნდა იყოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სხვა თბილისის უნივერსიტეტში, სხვა კიდე რომელიღაც სხვა უნივერსიტეტში და ესენი ერთმანეთთან ხან აზრის მიმოცვლა უნდა ხდებოდეს და ხან შეჯიბრი. ამით ხდება ცოდნის შექმნა და ეს მეთოდოლოგია, ეს ტექნოლოგია ცოდნისა დანერგილი იყო საბჭოთა კავშირში. არც მე თვითონ ასე ვსწავლობდი. მე მithქვავს რომ მე თვითონ სწავლის პროცესში მონაწილეობდი კონკრეტული პროგრამული სისტემის შექმნაში, რომელიც თბილ აღმასკომში დღევანდელ მერიას რო ვეძახით დაინერგა. და ეს ყველაფერი ჯერ სააკაშვილმა მთლიანად ჯერ იყო სამოქალაქო ომი, როცა დაეცა ცოდნის დონე და ესეთი პროექტები შემცირდა, მაგრამ კიდე სუნთქავდა. მერე მოვიდა სააკაშვილი იმის ნაცვლად რომ ეს კვლავა ეღორძინებინა და ეს ყველაფერი დასავლეთშიც მუშაობს. ამან მთლიანად დაანგრია მოსკო. ეხლა მეორე ეტაპზე გადავედით, ესენი ანადგურებენ, ის ძლივს მერე ცოტათი წამოიწია სააკაშვილის მერე დონემ. ეხლა ესენი ისევ ანადგურებენ ამას ყველაფერს. კვლევით ინსტიტუტები გაანადგურა სააკაშვილმა, ესენი ანადგურებენ უმაღლეს სასწავლებლებს. იმიტომ რომ ამათ არ ესმით რა არის განათლება. წარმოდგენა არ აქვს განათლებაზე საერთოდ. განათლება როგორ უნდა მისცე ბავშვს, ახალგაზრდას, როგორ უნდა აღზარდო, როგორ უნდა დონე განათლების ამაღლო, წარმოდგენა არ აქვს ამაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც მე ვამბობ, რომ სრულიად გაუნათლებელი მთავრობა არის კობახიძის მთავრობა. წარმოდგენა რა აქვს არაფერზე, იმის გარდა რომ ყველასთან შედის ომში, კონფრონტაციაში და ყველასთან ომია გამოცხადებული, არაფერი ამათ სხვა არ იციან. და ძალისმიერი მეთოდებით აკანონებენ უკანონობას. ასეთივე იყო წინა ხელისუფლებებიც რა, ღარიბაშვილის ხელისუფლება იყო ძალიან ჭკვიანი. ის უბრალოდ უფრო ფრთხილი იყო და ყველაფერს ასე, ყველას არ ეომებოდა და ყველაფერს პანტაპუნტით არ ანგრევდა, თორე ცოდნა არც იმას არ ქონდა. არც ერთ მთავრობას, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა მოიყვანა და მანამდე სააკაშვილმა არ ქონდა ცოდნა. ეს არის გაუნათლებლობის რაღაც აი ტალღა, წარმოუდგენელი ტალღა, რომელსაც ვერავინ ვერ აჩერებს. და ესენი ჭკვიანი სახით გამოდიან და ჭკვიანი სახით ლაპარაკობენ სხვადასხვა რეფორმებზე, სად რა გაუმჯობესდა.
აი ფასები და დავარდა ფასები? პირიქით მოიმატა სხვათა შორის ამ დღეებში. ეგრეც ვიცოდი რომ მოიმატებს. რამდენჯერ ვილაპარაკეთ რომ არასწორია მიდგომები. არაფერი არ შეიცვალა. აი აპრილისთვისო შევცვლითო და აპრილიც აგერ ერთ თვეში იქნება. რა ვიცი ბატონ დავით, ბატონი კობახიძე თავის შვილების განათლებაში $38,000 იხდის ყოველწლიურად და ხვდება რომ ცოდნა კარგი იქნება რომ მქონდეს, მაგრამ საინტერესოა რამდენად აგერ ბატონმა ვოლსკიმ გითხრა რომ ბევრები ხართო ძალიან ინტელიგენცია თავი მოგაქვთო და წადითო და ბოთლების მბერავებად იმუშავეთო და აგერ წავიდეს ბატონი კობახიძის შვილები და კობახიძისნაირი შვილები წავიდნენ და სად იხდის ბატონი კობახიძე $38,000? ხო, არ ვიცი, $38,000 საიდან ჩამონათვალში იყო. საიდან აქვს და ხელფასი, ბატონ დავით. მისი ხელფასი $91,000-ია წლიური შემოსავალი. $91,000 მაშინ როდესაც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის შემოსავალი $17,000 გახლავთ წლიური. აი ამ ბიუჯეტების ფონზე. ძალიან სასიამოვნოა რომ ბატონი ვოლსკი მოგვიწოდებს რომ ბოთლების მბერავებად ვიმუშაოთ, მაგრამ სად არის ეს ქარხნები ბოთლების მბერავებად რომ მიგვითითებს? ეხლა ხო აკრძალეს ზოგადად ამ პლასტიკატების გამოყენება და მაინც იქეთ ნუ პეტის გამოყენება რაც საერთოდ არ არის სხვათა შორის მაინც და მაინც კარგი. მე საერთოდ არ ფიქრობ რომ ეს რამე სიკეთეა. პირიქით არანაირად არ არის დადასტურებული ამის მავნებლობა, არანაირად სინამდვილეში და ეს პეტის ბოთლები ბევრ საკითხში ძალიან კარგი იყო თუ მოკლე მოხმარებისთვის ხდება და არ ხდება ამის გამოყენება ეხლა რაღაც 5 წლის განმავლობაში პირიქით ეს კარგი იყო, მაგრამ ნუ კარგი. ესენი ყველაფერს მძალავენ, ყველაფერი იციან. ბოთლი რო გინდოდეს საქართველოში სადმე 1000 ბოთლი შეუკვეთო, ვერ შეუკვეთო. ეს ბატონი ვოლსკის გასაგებად მინდა ვთქვა. ეს მის ეს საკითხები იცის? იმიტომ რომ მუშახელი არ არსებობს ამ ქარხნებში. ან ეღირება ეს 1000 ბოთლი უზარმაზარი თანხები. უზარმაზარი. ბატონ დავით, მოკლედ არ შეიძლება ახლა არ ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. EUTOS 24 ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის საპასუხოდ საქართველოზე მოსკოვის მექანიზმი გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის. აი ახლა მე მინდა აუხსნა თქვენ ტელემაყურებლებს, რა არის ეს მოსკოვის მექანიზმი? მე პრინციპში ამაზე ვისაუბრე, მოსკოვის მექანიზმი ეს არის მექანიზმი, გამოძიების მექანიზმი, რომელიც თუ არ ვთქვი, სულ 17ჯერ არის ამოქმედებული, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ და ბელორუსის წინააღმდეგ. ამ მექანიზმს თურქმენეთის წინააღმდეგ, ამ მექანიზმს EUTO მაშინ ამოქმედებს ხოლმე, როდესაც ქვეყანაში არის ყველანაირად საშინლად დარღვეული ადამიანის უფლებები. და როგორც წესი, ამ მექანიზმს ყოველთვის შეიძლება მოყვეს დაწყებული სანქციებიდან დამთავრებული ევროსასამართლოში და ჰააგაშიც კი საქმეების გადაცემა. ეს არის ძალიან მძიმე საგამოძიებო მექანიზმი. დიახ, ანუ ეს EUTOS ძალიან ხისტი მიდგომა არის უკვე, რომელიც საშუალებას მისცემს ამ დასკვნას, რომ უკვე საერთაშორისო დონეზე საერთაშორისო სასამართლოებმა განიხილონ საქართველოს საქმე? დიახ, აქ იქნება ყველაფერი. აი დაწყებული ახლა ამათმა რომ მიიღეს ეს დასმენის კანონი და დამთავრებული ახლა რომ უნდათ მიიღონ რომ არ ვიცი მიიღეს თუ არ მიიღეს უკვე რომ გრანტი რომ მიიღო ფიზიკის სფეროში, მე პოლიტიკაში ვერ მონაწილეობ, აი ყველაფერი ეს არის ზუსტად დაჩქარებული წესით იღებენ სწორედ ამ კანონს. ნუ აი ყველაფერი ეს იქნება ჩართული ამაში, მაგრამ ნუ ეს ხელისუფლება ახლა ისე იქცევა რომ არაფერი არ ადარდებს, არავისი არ ეშინია, არაფრისი არ ეშინია და ეს ტრაგიკულად დამთავრდება სამწუხაროდ და ჩვენს დაგუპავენ ესენი. ხო, მაგრამ ბატონ დავით. აი როგორც ტრაგიკულად ირანისთვის დამთავრდება ყველაფერი ახლა, ასევე დამთავრდება ამათვის მე ტრაგიკულად. ირანზეც აუცილებლად ვისაუბროთ, ხო, მაგრამ ნახეთ თუ სანქციები დაედებათ, პერსონალური იქნება ეს თუ ინდივიდუალური თუ როგორ იქნება, ამ სანქციების გარდა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი სახელი ხო საერთოდ ნადგურდება და ყველანაირ ეკონომიკურ სიკეთეებს. ჩვენი სახელი საერთაშორისო ასპარეზზე უკვე განადგურდება. და ყველანაირ ეკონომიკურ სიკეთეებს კარგავთ, ბატონ დავით. ეს ყველაფერი უკვე დაკარგულია, ჩვენ ყველანაირად ჩვენი სახელი უკვე დამსხვრეულია საერთაშორისო ასპარეზზე. ამ ხელისუფლებას არავინ არ ელაპარაკება.
ეს არაბული ქალაქები და არაბები ამათ ეგონათ, რომ ეს არაბები რაღაცნაირად ამერიკაში დაალაგებენ, იმიტომ რომ თვითონ ამ არაბებს ძალიან კარგი კონტაქტები აქვთ ამერიკაში, აბსოლუტურად მტკიცე უარი მიიღეს, მტკიცე ვაჭრობაც აღარ მიდის, არაფერზე აღარაა ლაპარაკი ამერიკაში. საერთოდ მივიწყეს ეს თემა კი ბატონო. არანაირი საუბარი ევროპაში და დასავლეთში არ არის. და აი ამის საპასუხოდ ესენი აწერინებენ წერილებს ბატონ ზაზა შათერიშვილს. ყველას ესმის, რომ ამ წერილების უკან დგას თვითონ ეს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, რომელიც აგრძელებს ამერიკის და ტრამპის კერძოდ პიროვნულად ლანძღვაგინებას და რა ვიცი, რაში არადანაშაულებს ტრამპს და დამთავრდება თქო ეს ტრაგიკულად დამთავრდება. Deep State-ის თავი არის ტრამპიო პირდაპირ ასე ბრძანებს ბატონი შათერიშვილი. აქამდე იყო Deep State-ის მონა. ეხლა სტატუსი აუწია ბატონმა ზაზამ, ეხლა ცოტა შეცვალა. აქამდე ტრამპი იყო Deep State-ის მონა, მისი ხელები და მისი ფეხები იყო და Deep State-ის და ახლა ბატონ ზაზას მოსაზრებით ტრამპი გახდა Deep State-ის თავი. გაიზარდა ტრამპი ამათ შეგნებაში, ყოჩა დააწინა უხეს. სხვათა შორის ბატონ დავით მე არ შემიძლია ახლა ბატონი პაპუაშვილის განცხადება არ აღნიშნო, სწორედ აი ამ მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებით იგი ბრძანებს, რომ ეს არის ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ქართველ ხალხზე თავდასხმისათვის, დაშინებისა და დამორჩილებისათვის ამგვარი არაფერ შუაში არა, ბატონი პაპუაშვილის სხვა მხარეს ადგას და ქართველის ხალხი სხვა მხარეს. ბატონ პაპუაშვილს არ სურს იმის გაგება, რომ ბატონი კობახიძე, ბატონი პაპუაშვილი მთელი ეს ხელისუფლება ბარიკადების ერთ მხარეს ადგას და ქართველი ხალხი დღეს სულ სხვაგან დგას. ქართველი ხალხი გაბრაზებულია და უკვე ზულს პაპუაშვილის, კობახიძეს და მთელი ეს ხელისუფლება. სხვა მხარეს და სხვა მხარეს ვარ ჩვენ. ეს დღეს არ დამდგარან სხვა მხარეს ბატონო დავით, მინდა გითხრათ, რომ 2 დღის განმავლობაში სწორედ ბატონი პაპუაშვილის და კობახიძის წარსულიდან ძალიან ბევრი ფოტო მასალა ვრცელდება და მინდა რახან აქამდე მივედით და ბარიკადის რომელ მხარეს დგას პაპუაშვილი და კობახიძეც იმ თავიდან ამ ბოლომდე, მე ახლა დაწვრილებით ვიტყვი, რომ ესე იგი კობახიძე და პაპუაშვილი კი უარყოფენ ამას, მაგრამ მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა პროექტებს განიხილავდნენ ორივე. და ეს ფოტოები ძირითადად დათარიღებულია 2010-13 წლებით. ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წლების წინ ამერიკული USAID-თან თანამშრომლობის გამოცდილებას გააჩნია. 2000-2001 წლებში შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი იყო. USAID-ის არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის, თუმცა ის ამერიკული შეერთებული შტატების სახელმწიფო სააგენტო იყო. საჯაროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კობახიძე ასევე ფონდი ღია საზოგადოება საქართველოსთან, ანუ ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებულ ფონდთანაც თანამშრომლობდა. 2011-12 წლებში ის იყო ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაებისობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი. და მე ვერ ვიხსენებ, რომ ის როდისმე მან პატიმრების უფლება დაიცვა. არასდროს და მეცაც გეტყვით ახლა მედიის ინფორმაციით ის სხვა ექსპერტებთან ერთად აფასებდა ფონდში შესული განცხადებებიდან, რომელი პროექტი იყო დაფინანსების ღირსი თვითმმართველობის მიმართულებით. ეხლაც იგივეს არაკეთებს, ყველა პროექტი შეათანხმეთ ჩემთანო, რასაც აპირებთო უცხოეთიდანო და მე გადავწყვეტო ვინ დავაფინანსო და ვინ არაო, სწორედ აი ამ კანონს განიხილავს დღეს ბატონი კობახიძე. იქვე ბრძანდებოდა ბატონი პაპუაშვილი. რა თქმა უნდა, ეხლა ამათ კამპანია გააჩაღეს, რომ ვითომ არ იყვნენ იქ. და იქ იყვნენ სულ ყველა ესენი. ეს ეხლა პირველად ხო არ გვესმის, კაცო. 1 წლის წინ ტრიბუნებზე ლაპარაკობდნენ, რომ თურმე იბრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სიცოცხლის პასად. არც ერთს არ უბძვია საერთოდ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. არც ერთს. ესენი არიან homo mendax ადამიანი მატყუარა, et calumniator და ცილისწამებლები. ესენი სწორედ შეარქვა ამათი ნაშვილმა. ბატონ დავით, მოითხოვა საერთაშორისო თემებზეც გადავიდეთ, იმიტომ რომ მინდა რომ რაღაცნაირად დრო ირანისთვისაც მოვიტოვო, იმიტომ რომ ეს ჩვენი რეგიონია და როგორ აისახება ეს ჩვენზე ეს მნიშვნელოვანი იქნება. მოდით დავიწყოთ ჯერ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ხედავთ უმსხვილეს გეოპოლიტიკურ გადანაწილებას 3 გიგანტს შორის ჯერჯერობით, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი. თუმცა ძირითად მოთამაშეებად მაინც შეერთებული შტატები და ჩინეთი გვევლინება და რუსეთს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ ვის პოზიციას
დაიკავებს. თუმცა ბევრი ექსპერტი ვარაუდობს იმას, რომ აი სწორედ რუსულ-უკრაინული ომის შემდეგ გადაწყდება უკვე რუსეთის პოზიცია, იქნება ის ამერიკის გავლენის ქვეშ თუ ჩინეთის მომხრე ქვეყანა. როგორ ფიქრობთ თქვენ? ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო ახალი დოქტრინა ნაციონალური უსაფრთხოებისა. ამ დოქტრინაში ნათქვამია, რომ რუსეთი რჩება კვლავ რჩება საშიშ მოწინააღმდეგედ, მაგრამ ეს არის მართვადი საშიშროება. ანუ ეს ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლეთს შეუძლია პროცესის მართვა ისე, რომ არ გადაიზარდოს ეს ბირთვულ ომში. აი ამას ნიშნავს. მეორე მხრივ, ჩინეთი არის საშიშროება პირდაპირი და ამას ამერიკა უყურებს პირველ რიგში არა სამხედრო კუთხით, არამედ ეკონომიკური კუთხით, იმიტომ რომ ჩინეთი რეალურად დღეს თუ დავყოფთ ახლა ამერიკა პირველ ადგილზეა როგორც ეკონომიკა, მეორე ეკონომიკა მსოფლიოსი არის გაერთიანებული ევროპა. მაგრამ ფულადი მაჩვენებლებით თუ ჩვენ დავყოფთ ქვეყნებს ცალ-ცალკე, ევროპას ერთიანად კი არა დავყოფთ. პირველ ადგილზე ამერიკაა, მეორეზე ჩინეთია. ფულადი მაჩვენებლით. ეკონომიკის თვალსაზრისით მეხუთე ეკონომიკა. პირველი არის ამერიკა, მეორე არის იაპონია, მესამე არის გერმანია, თუ არა მეოთხე არის ჩინეთი. მეოთხე ეკონომიკა გერმანიის შემდეგ. და ნათელია რომ ტემპების დისისითია რომ გადაუსწრებს გერმანიასაც. ეხლა იაპონიას სხვა მოვლენა იქ ძალიან უბრალოდ ძლიერი კი არა ტექნოლოგიები, ისინი კოსმოსში არიან გასულებით, იმდენად წინ არიან ტექნოლოგიური თვალსაზრისით. მაგრამ ამერიკა გზნობს ჩინეთს როგორც უდიდეს საშიშროებას. იაპონიას ის აკონტროლებს, ჩინეთს ვერა. ამ შემთხვევაში და ამ ვითარებაში ბუნებრივია რომ ტანდემი, თქვა ჩინეთი, რუსეთი და აქ არა მარტო ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, ირანი და კორეა. ეს ტანდემი იყო ძალიან საშიში ამერიკისთვის. ამიტომ ამერიკა დაამარცხებს ირანს. იმიტომაც რომ ირანი ებრძვის ისრაელს, იმიტომაც რომ ირანი არის რეგიონში 1000 წლების მანძილზე ყოველთვის ბოროტი და საშიში სახელმწიფო და იმიტომაც რომ ამ ტანდემს გამოაცალოს ირანი. ანუ ამერიკასაა კონკრეტული მიზანი, მან არ უნდა დაუშვას ირანს გამოაცლის, დარჩება რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, კორეა. ყველგან ომი კი არ იქნება ახლა. ინდოეთთან შეეცდებიან მოილაპარაკონ. ჩინეთს შესთავაზებენ რაღაცას, რომ რუსეთი, ჩინეთი არ შედგეს. აი ტაქტიკური სულები მრავალნაირია აქა. მაგრამ ამერიკა ხედავს აი ამას. ამერიკა და ევროპა ხედავს ამას. მათი კონკურენტი უნდა იყოს ჩინეთი, რუსეთი, კორეა, ინდოეთი. და ჩინეთი და ინდოეთი ახლა პლანეტის ჩინეთში და ინდოეთში ერთად 3 მილიარდზე მეტი კაცი ცხოვრობს. 8 მილიარდიანია სულ ჩვენი მოსახლეობა. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა, ეს 40%-ია თითქმის ხო მოსახლეობის. ამიტომ უნდა გვესმოდეს ჩვენ, რომ ეს არის საშიშროება ძალიან დიდი. და ამერიკის საგარეო პოლიტიკა ყველა ამ გამოწვევასთან თუ პრობლემასთან რაც გინდა დაარქვით, გულისხმობს აქვს ბრძოლის მექანიზმები და ეს არ ნიშნავს რომ ყველგან სამხედრო მექანიზმები აქვს. ეკონომიკური ბრძოლის მექანიზმები აქვს, საკუთარ მხარეს გადმობირების მექანიზმები აქვს. ამ ვითარებაში პატარა 3 მილიონიანი საქართველო და ამ საქართველოში ხელისუფლება 50000 კაციანი, რომელიც ხალხს აღარ უყვარს, ეზიზღება. ეს ხელისუფლება ეომება ამერიკას და მთელ სოფლიოს და მთელი საქართველო ყავს ამ ომში ჩართული. ეს არის ტრაგედია და უბედურება. ბატონ დავით, აი ჩვენ ხედავთ ახლა ჩვენ ვისაუბრეთ ამ უმსხვილეს ქვეყნებზე, მაგრამ ეს პატარა ქვეყნები ხო ზოგი ჩრდილშია შესული, ზოგი კი პირიქით რაღაცა ცდილობს უფრო გააქტიურდეს, აგერ აზერბაიჯანის ჩვენ საახლო სამეზობლოზე საუბარი გნებავთ იგივე აზერბაიჯანი, გნებავთ იგივე სასომხეთი, ხო? რაღაცა სიკეთეებისკენ მიყავთ თავისი ქვეყანა. აი როგორ ფიქრობთ, საქართველო ცდილობს მე პირადად როგორი შთაბეჭდილება მრჩება, იცით, რომ მას არ უნდა აწყენინოს არც ვაშინგტონს, არც რუსეთს და არც ჩინეთს, არ უსურს, მაგრამ ამავდროულად რაღაცა მორიდებულად ჩრდილში დგას და თუმცა სამსკამზე ერთად ჯდომა მას არ გამოუვა. აი როგორ ფიქრობთ, როგორი აწყენინოს პირიქით არის მე მგონი. როგორი პოლიტიკური ხაზი ექნება? არა, სრულიად სხვა რამე არის. აზერბაიჯანი ისევე როგორც სომხეთი, ნათლად ცდილობენ აიღონ ამერიკის კურსი. საქმე იმაშია, რომ აქ შედარებითობაა. თავის დროზე 200 წლის წინ სრულიად სამართლიანი და ერთადერთი სწორი შესაძლო გადაწყვეტილება მიიღო ერეკლე მეორემ, იმიტომ რომ
საქართველო პრაქტიკულად დაშლილი და კუცმაცებული იყო, ქართველი ერი პრაქტიკულად აღარ არსებობდა. ერეკლე სიტუაცია ავიღოთ. საქართველოში ცხოვრობდა 780,000 კაცი და აქედან თუ არ ვცდები 414-415,000 იყო მხოლოდ ქართველი. ესე იგი 53% ცოტა ნაკლებიც კი იყო ქართველები, აქ კიდე 3% სომხები იყვნენ, რომლებიც ქართველებად იწოდებოდნენ. მაშინ აი ასეა მაგალითად სააკაშვილის გვარიც გაჩენილი. და 53% ფაქტობრივად 50 იყო ქართველები, დანარჩენები არაქართველები, მაგრამ ის 47% ეს იყო სპარსული თურქული მოდმის ხალხი, რომელიც ცხოვრობდა მთელ საქართველოში. ამ დროს გურული იყო სულ 25,000 კაცი მთელ საქართველოში დარჩენილი. და საქართველოს ერთი მეფე კი არ ყავდა, როგორც ერეკლე მეორე იყო, 21 ხელმწიფე ყავდა. ესე იგი ეს იყო დიდებულით, ყველა დიდებული თავადი და სულ 21 გვარი იყო მთელ საქართველოში, ესენი ყველანი იყვნენ ხელმწიფეები. და შეუძლებელი იყო ქვეყნის მართვა და კონტროლი. და თურქეთი და სპარსეთი ყლაპავდა ქვეყანას, რომ ეს გაგრძელებულიყო, დღეს არც ერთი ქართველი აქ აღარ იცხოვრებდა საერთოდ. ჩვენ ყველას ან არ ვიცხოვრებდით საერთოდ აქ, აქ ძირითადად თურქები და სპარსები ცხოვრობდნენ და ქართველები ესენი იქნებოდნენ გასპარსებულ გათურქებულები. ანუ ჩვენ გვექნებოდა სპარსულ თურქული გვარსახელები და ვილაპარაკებდით სპარსულად და თურქულად. დაახლოებით როგორც ახლა ფერეიდანშია მაგალითად. და ერეკლემ მიიღო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება, აიღო გეზი რუსეთისკენ და რუსეთის იმპერიამ დაუბრუნა საქართველოს ყველა ტერიტორია და გაანთავისუფლა ქვეყანა და შემდეგ საბჭოთა კავშირში აღმოჩნდით და როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა 4,200,000 ქართველი ცხოვრობდა საქართველოში. 4,200,000 და საქართველო იყო ინდუსტრიული ქვეყანა. გასაგებია რომ ნებისმიერ იმპერიაში შესვლა, მათ შორის რუსულ იმპერიაში რაღაც მინუსებთანაც იყო დაკავშირებული. და რაღაც უარყოფითი მხარეებიც იყო, მაგრამ პლუსების რაოდენობა მილიონჯერ მეტი იყო. ჩვენ საერთოდ გადავრჩით როგორც ერი და როგორც სახელმწიფო და ნებისმიერი ადამიანები, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ ეს იყო არასწორია, ესენი ბრიყვები არიან და უცოდინრები. მეტი არაფრით არ შეიძლება. ან განზრახ აკეთებენ ამას. დღეს სხვა არჩევანია. დღეს არის სრულიად სხვა ეპოქა. ამ ეპოქაში იაპონია, ამერიკა, ევროპა ესენი ძალიან მაღალ განვითარებული, სრულიად სხვა პოსტინდუსტრიულ ეპოქაში შემავალი ქვეყნები არიან და ამ შემთხვევაში არჩევანი და გეზი უნდა ავიღოთ დასავლეთისკენ. მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ რუსეთთან მაქსიმალურად თბილი, მაქსიმალურად მშვიდი, ნეიტრალური ურთიერთობები. არანაირი ომი არ გვინდა, არც იმ ეკონომიკური ურთიერთობების დაკარგვა გვინდა, რაც არსებობს. თან დღევანდელი სამყარო სხვანაირი არც ითხოვს ამას. დღეს მრავალპოლარული ეკონომიკური ურთიერთობებია, შეიძლება იმუშაო რუსეთთანაც, თურქეთთანაც კი შეიძლება ბიზნესი გქონდეს, მაგრამ ძირითადად რატომ მიდის ყველა ევროპისკენ და ამერიკისკენ ფული მოდის იქიდან უზარმაზარი, თავად თურქეთი, თვითონ თურქეთი 50 წლის წინ იყო საქართველოს ჩამორჩენილი ქვეყანა. შევიდა იქ ევროპა და დღეს საკუთარ წყალქვეშა ნავებს უშვებს, ტექნოლოგიები მიიღო. ყველა სიკეთე გამოიყენა და არანაირად არ გაქრა თურქული არც ერი და სამწუხაროდ არ დაიკარგა ეს თურქული კედმაღლობა და ოსმალური იმპერიის აღდგენის ისინი გაუჩნდა ისე ილუზიები გაუჩნდათ კვლავ. ჩვენს უნდა ევროპისგან და ამერიკისგან მივიღოთ ფული, მივიღოთ ტექნოლოგიები, მივიღოთ ცოდნა, როგორც ეს თურქეთმა გააკეთა. ეხლა ჩვენ შეიძლება ჩვენი წყალქვეშანავი ვერ გამოუშვათ, მაგრამ ჩვენც უნდა შევიდეთ ახალ პოსტინდუსტრიულ ეპოქაში დასავლეთის მეშვეობით. ამ დროს უნდა შევინარჩუნოთ აი ეს მრავალპოლარულობა, რუსეთთან სრული ურთიერთობა მშვიდი უნდა შევინარჩუნოთ. სხვა საკითხი გვაქვს სოხუმის თემა ცხინვალის, მაგრამ მაინც უნდა შევინარჩუნოთ ეს ურთიერთობა, უნდა დავალაგოთ ყველა მეზობლებთან, მით უმეტეს რომ დღეს ესეთი პოლიტიკას, ასეთ პოლიტიკას სოფლიოს უამრავი ქვეყანა ატარებს. და ჩვენ ვხედავთ რომ აზერბაიჯანმა შეძლო ეს სომხეთმა, ჩვენ არა მარტო ვერ შევძელით, ჩვენ სულ სხვა რამეს ვაკეთებთ. ჩვენ ვაშენებთ ფეოდალურ სახელმწიფოს. ჩვენ ყავს ხელმწიფე, პრემიერ-ვეზირი და ესენი აშენებენ ფეოდალურ სახელმწიფოს. ესენი აკეთებენ სულ სხვა რაღაცას, 200 წლით უკან გვაბრუნებენ. რაც გვაქვს იმასაც გვართმევენ. თელმა მსოფლიომ ფეოდალიზე უარი თქვა და ესენი პირიქით 200 წლით ამათ აქვთ გეგმა, მთელი ახალგაზრდობა ნარკომანი და უცოდინარი. რომ არჩევნების გზით, ვითომ არჩევნების გზით, ფალსიფიცირება, სულ ესენი იყვნენ მართვაში და ყველაფერი ამათი ეკონომიკა, ბიზნესი, ფული, ცოდნა, ყველაფერი ამათი. აი ამას შვებიან და ამას მოყვება და რევოლუცია. თუ დააკვირდებით, მხოლოდ ამ კრძალავ კანონებს იღებენ. ყოველ დღე მხოლოდ და მხოლოდ ამ კრძალავ კანონებს იღებენ. ეს ამას აკეთებს ბატონი კობახიძე და მე გეუბნები, დიდი იმედი მაქვს, რომ
ხალხი გამოფხიზდება და ჩვენ შევძლებთ აი ამათ მოშორებას. ბატონ დავით, 2 წუთი გრჩება და იქნებ მოკლედ მიპასუხოთ. როგორ ფიქრობთ, საბოლოო გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს შესახებ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით მიიღებს? რუსეთი აღარ ერევა კავკასიის საკითხებში. რუსეთი მთელ მსოფლიოს ეომება უკრაინაში. ძალიან დაკავებული ჩვენ და გვესმოდეს, რომ მთელი დასავლეთ სამყარო სინამდვილეში რუსულ-უკრაინული ომი არ აქვს ჩვენ. ეს არის მთელი დასავლეთი ეომება რუსეთს უკრაინაში. რუსეთი მაინც იმარჯვებს, მაგრამ მიდის ნელი ნაბიჯებით, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოს ეომება. მას აღარ ძალუც სხვა ფრონტზე ბრძოლა. რუსეთს განუდგა ყაზახეთი, განუდგა აზერბაიჯანი, განუდგა სომხეთი, საქართველოში რუსეთს საერთოდ არ არის. აბსოლუტური სიცრუეა, რომ ეს არის პრორუსული ხელისუფლება, რომ ესენი რუსეთის აგენტები არიან, რომ რუსეთი აქ რამეს აკეთებს, არაფერს არ აკეთებს. ეს არის სააკაშვილების ტყუილები, იმიტომ რომ სააკაშვილების მთელი მხარდამჭერებიც არიან ხომო მენდაქს ეტკალუმნიატორ. ესენიც არიან მატყუარა და ცილისწამებლები და აქითაც ყოფილი სააკაშვილები არიან ქართული ნაციონალური ოცნება, ესენიც არიან მატყუარები და ცილისწამებლები და ორი მატყუარა და ცილისწამელი თელ ჩვენ ერს დღე და ღამე ტყუილებით და ცილისწამებით აღავსებს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს მოთმინებისთვის. დავემშვიდობოთ ტელემაყურებლებს კეთილი სურვილებით. პატივისცემით გემშვიდობებით ნახვამდის.